მერენგასვისი. ეს არის ვიდეო მათთვის, ვისაც არ შეუძლია ტორტების გამოწყობა, თუმცა ძალიან დიდი სურვილი აქვს გაკეთების. გამოვიყენე შაქრის ეს გემრიელობები, გამზადებული ბეზე, გამომცხვარი ნაღები, ვანილის ნაყინი და ნაყინის ჩხირები. ავთქვიფოთ 36-იან 40%-იანი ნაღები მიქსერში შესქელებამდე. ათქვეფილი ნაღები გადავიტანოთ საკონდიტრო ცელოფანში. დავიწყოთ გამზადება უკვე. დავუსვათ ლამაზი ფიგურები, როგორც შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური პირები ფორმებისთვის. შემდეგ დავამატოთ ნაყინი, თუ გაქვთ სპეციალური კოუზი მრგვალად რომ ამოიღოთ, საუკეთესო ვარიანტი იქნება. მოვალაგე მზა გამომცხვარი ბეზეები და მოვასხი ზევიდან შოკოლადის соуსი. მეორეჯერაც გავიმეორე ეს პროცესი. ბოლოს ჩავარჭერ ნაყინის ჩხირები და მოვაყარე ფერადი შაქრის ფირფიტები. დესერტიც მზად არის. ამ დესერტში შეგიძლიათ ჩაარჭოთ ჩვეულებრივად დაბადების დღის სანთლებიც. ხო და ასევე თქვენი ფანტაზიის მიხედვით გამოიყენოთ მარწყვი, ნუშის ფირფიტები და ასე შემდეგ. ეს დესერტი კი ექსპრომტად გავუკეთე ჩემ თანამშრომლებს მამების დღის აღსანიშნავად. 9 ნოემბერს ხომ მამების დღეს აღნიშნავენ შვედეთში.